5 მიზეზი, რის გამოც 40 წლის შემდეგ დიეტა აღარ მუშაობს. პირველი, ნაკლები კუნთოვანი მასა. ასაკთან ერთად ჩვენი კუნთოვანი მასა მცირდება. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია დავკავდეთ მეტი ფიზიკური აქტივობით. აუცილებელი არაა, რომ დარბაზში შტანგები დავღუნო, მაგრამ ყოველდღიურად 10000 ნაბიჯის გავლაც ძალიან კარგი ფიზიკური აქტივობაა. მეორე, ნაკლები ყოველდღიური მოძრაობა. 21 საუკუნეში, როცა ყოველ ორ ნაბიჯზე არის ტრაფიკობის ობიექტი და თითქმის ყველა მათგანს აქვს მიტანის სერვისი, ადამიანების უმეტესობა თავს აღარ იწუხებს და ყველა იძახებს. შესაბამისად, ადამიანების ფიზიკური აქტივობა მცირდება. მესამე, ძილის პრობლემები და სტრესი. დღესდღეობით ეს ყველაზე გავრცელებული პრობლემაა არა მარტო 40 წლის შემდეგ, არამედ ახალგაზრდებშიც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოვაწესრიგოთ ჩვენი ძილი, ამისთვის კი უნდა დაიძინო ღამის 12 საათამდე და გეძინოს მინიმუმ 7 საათი. რაც შეეხება სტრესის შემცირებას, სტრესი ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს და ამას ვერ გავექცევით, მაგრამ არსებობს ესეთი რაღაცები, რაზეც შეგვიძლია რომ ნაკლებად დავისტრესოთ და უფრო მეტად შევიქმნათ პოზიტიური განწყობა. მეოთხე, ძალიან მკაცრი დიეტები. რაც ნაკლებს შევჭამ, მით უფრო სწრაფად დავიკლებ. ამ ყველაფერმა შეიძლება იმუშაოს ახალგაზრდა ასაკში, მაგრამ როდესაც ადამიანი შედის ასაკში, ამ დროს ისი აღარ მოქმედებს ის კონკრეტული დიეტა შენს წონის კლებაზე, როგორც წლების წინ. ამიტომ მე არ გირჩევ სწრაფ კლებას, რადგან სწრაფი კლება არ გაძლევს იმის გარანტიას, რომ შეინარჩუნებ მიღებულ შედეგს. და მეხუთე, ძველი მეთოდით ცდილობ ახალი სხეულის შენარჩუნებას. ასაკთან ერთად ჩვენი მეტაბოლიზმი ანუ ნივთიერებათა ცვლა და ძალიან ბევრი რამ ორგანიზმში იცვლება. შესაბამისად, მიდგომაც უნდა შეცვალო. თუ გსურს რომ დაგეხმარო ამ ყველაფერში და ერთად მივიდეთ ჩვენს საოცნებო მიზნამდე, მომწერე ინსტაგრამის პირადში სიტყვა გასაუბრება.